законებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება. უკეთესად მასთან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა. ქვეყნის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მტკიცედ, პატიოსნად და შეგნევით ასრულებს თავის მოვალეობას თითოეული მოქალაქე, უბრალო მწყემსიდან დაწყებული ქვეყნის მმართველ პიროვნებამდე. თუ ისინი ერთგულად და პატიოსნად ებყრობიან თავის მოვალეობას, თუნდაც სულ მცირედი იყოს ეს მოვალეობა, მაშინ ასეთი ქვეყნის კეთილდღეობა და ბედნიერება უზრუნველყოფილია. საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუ მის შვილებს, ქალებსა და მამაკაცებს არ ექნებათ სურვილი ემსახურონ ერთ იდეას, მის თავისუფლებას. თავისუფლება ხომ მხოლოდ ის კი არ არის, რომ არ ყავდეს ბატონი, არამედ ისიც არის, რომ იყო ღირსეული, განათლებული, პასუხისმგებლიანი მოქალაქე. განათლებელს ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად, იმიტომ, რომ ონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში მოსაზრებით. საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხელმწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერ ბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწვდომი არაა. ფრთხილად იყავით, დაკითხვისას არაფერი წამოგცდეთ მეგობრობაზე. როგორც ერთმა ყველამ განაცხადეთ, რომ უარს ამბობთ ჩვენების მიცემაზე, რაც უნდათ ის უქნიათ. მედგრად დაიცავით ჩვენი იდეები და სანამ ცოცხლები ხართ, ბოლომდე იბრძოლეთ დამოუკიდებელი საქართველოსთვის.